გამარჯობა მეგობრებო. სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება ახლოვდება. კვარაცხელია ლივერპულის წინააღმდეგ. რას ამბობს UEFA-ს ოფიციალური გვერდი ხვიჩას შესახებ? როგორ ემზადება PSG ამ მატჩისთვის და რატომ გაიყო მამარდაშვილის შესახებ აზრი ორად? ამ ვიდეოში მე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგიმზადეთ. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 99,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნაა დამით მოიწამი და გამოიწერო არხი. ახლა კი გადავიდეთ ვიდეო. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ კვარაცხელია PSG-ს დაუბრუნდა და ლიგა 1-ის ტურში ტულუზასთან კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რატომ არის დღეს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. Paris Saint-Germain-მა ეშეხვედრა 3-1 მოიგო. ქართველმა ვარსკვლავმა კი ამ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ მისი თამაში მხოლოდ ასისტით არ შემოიფარგლებოდა. კვარა თითქმის ყველა კომპონენტში გამორჩეული იყო და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, 13-დან 13 ორთა ბრძოლა მოიგო. ეს კი უბრალოდ კარგი სტატისტიკა არ არის. X-ის გვერდის Paris Saint-Germain-ის ინფორმაციით, ხვიჩა გახდა PSG-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2015-16 წლების შემდეგ ხელმისაწვდომ სტატისტიკაში ამდენი ორთა ბრძოლა ისე მოიგო, რომ არც ერთი არ წაუგია. ანუ ფაქტობრივად კვარაცხელიამ პარიზულ კლუბში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული მედია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ კვარაცხელია მხოლოდ შეტევაში არ არის სასარგებლო. ის მუდმივად ჩართული იყო თამაში, ბევრს მუშაობდა ბურთის გარეშე, იგებდა ორთა ბრძოლებს და მეტოქისთვის ძალიან რთულ საღამოს ქმნიდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ხვიჩა კვლავ ფრანგული მედიის ეპიცენტრშია. მაგალითად, Paris Fans მამას 8 ქულა დაუწერა და პირდაპირ აღნიშნა, რომ ლუის ენრიკე ბედნიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავს. გამოცემა ხაზს უსვამს კვარაცხელიას შრომას, ენერგიას და იმასაც, რომ პირველ ტაიმში დაახლოებით 10 დუელი მოიგო, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე ფუტმერკატომაც ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას და დაწერა, რომ კვარაცხელია ფასდაუდებელი იყო როგორც ბურთის ფლობაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში. მათივე შეფასებით მან 11 დუელი მოიგო და ისეთი მატჩი ჩაატარა, სადაც გოლი მისი თამაშის ბუნებრივი ჯილდოც კი იქნებოდა. ანუ რაც ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა არის ის, რომ კვარაცხელია დღეს მხოლოდ ეფექტური გარემარბი აღარ არის. ის უკვე ფეხბურთელია, რომელიც თამაშზე გავლენას რამდენიმე მიმართულებით ახდენს: ასისტით, პრესინგით, ორთა ბრძოლებით, მოძრაობით და იმ ინტენსივობით, რომელსაც ლუის ენრიკე თავისი ფეხბურთელებისგან ითხოვს. რაც შეეხება სტატისტიკას, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 23 მატჩი, 4 გოლი და 4 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ახლა კი მის წინ უკვე ბევრად დიდი გამოწვევა. ეს კი მამარდაშვილის ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად 8 აპრილს პარიზში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ფორმაში მყოფი კვარაცხელია კრიზისში შესულ ლივერპულს შეხვდება. PSG ამ მატჩისთვის სპეციალურად ემზადება. ლივერპული კი პარიზში ძალიან მძიმე 0-4 შემდეგ მიდის. კვარაცხელიას შესახებ კი UEFA-ს ოფიციალური გვერდი ამბობს, რომ ხვიჩას PSG-ს ბოლოს 3 ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი აქვს გატანილი და ამ მონაკვეთში მას ჯამში 4 გოლი დაუგროვდა. ამიტომ ის ამჟამად პარიზული კლუბის ყველაზე საშიში ფეხბურთელია და ლივერპული სწორედ მას უნდა უფრთხოდეს. დავუძენ იმასაც, რომ PSG-მ ლიგა 1-ის მატჩი ლანსთან გადაადებინა, რათა ლივერპულთან ორივე მეოთხედფინალისთვის უკეთ მომზადებულიყო. ESPN-ის მიხედვით, ამის შემდეგ პარიზელებს პირველ და მეორე მატჩს შორის თავისუფალი უქმე ექნებათ. ამიტომ როგორც ჩანს, პარიზული კლუბი სრული სერიოზულობით ემზადება. ხოლო თუ შეძლებ ამ შეხვედრის ანგარიშის გამოცნობას, შენი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. როგორც იცით, ალისონ ბეკერი ტრავმის გამო ლივერპულს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მონაკვეთში მერსესაიდელთა კარში სწორედ მამარდაშვილი იქნება. ერთი სიტყვით ზეწოლა ძალიან დიდი იქნება, რადგან სეზონის ბედი ახლა წყდება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის ტრავმის შემდეგ ქართველმა მეკარემ უკვე მოასწრო პირველი მატჩის ჩატარება. ეს კი მოხდა მანჩესტერ სიტისთან თასზე. მართალია ლივერპული 0-4 დამარცხდა, მაგრამ ამ შეხვედრაში მარცხის მთავარ მიზეზად მამარდაშვილს ნამდვილად ვერ დავასახელებთ. უფრო სწორად პრობლემა მთლიან გუნდურ თამაში იყო, რადგან ლივერპული ბოლო პერიოდში აშკარად მძიმე ფორმაშია. ამ ფონზე საინტერესოა, რომ პრესაში გიორგის მიმართ შეფასებები გაიყო. ერთ ნაწილს მისი გამოსვლა დადებითად მიაჩნია, მეორე ნაწილი კი უფრო კრიტიკულია. ხოლო მამარდაშვილის მომავალზე საკუთარი აზრი დააფიქსირა ლივერპულის ყოფილმა მეკარემ ბრედ ფრიდელმა. მისი თქმით, გიორგის მთავარი სირთულე ის არის, რომ ძალიან დიდი ფიგურის ალისონის შეცვლა უწევს. ფრიდელი პირდაპირ ამბობს, რომ ალისონისნაირი მეკარეები ხშირად არიბადებიან და გასაკვირი არც არის, რომ მისი ჩანაცვლება უთულესი ამოცანა. თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ქსავნილიც ჰქონდა.
ფრიდელის აზრით, მამარდაშვილმა საკუთარ თავში უნდა ირწმუნოს, ზეწოლაც გაუძლოს და ლივერპულში თავისი კარიერა თავად შექმნას. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც გიორგიმ ეს ტვირთი ვერ უნდა აიტანოს, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა მოთამაშეს რეალური შანსი მიეცემა. სწორედ ამიტომ ახლა ყველაფერი თავად მამარდაშვილზეა დამოკიდებული. ფრიდელი ამბობს, რომ თუ ის ლივერპულშია, მაშინ შანსიც აუცილებლად ექნება და ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს. ამავე დროს საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ ალისონის შეცვლა ძალიან რთულია, ლივერპულის სკაუტები უკვე ახალი პირველი მეკარისიებაზეც ფიქრობენ, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ კითხვებს აჩენს. თუმცა ამ ეტაპზე ალბათ ამ თემაზე საუბარი ნაადრევიცა, რადგან პირველ რიგში გიორგის უნდა მიეცეს დრო, რათა მან საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინოს. რაც შეეხება სტატისტიკას, მამარდაშვილის ლივერპულის მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მან კი 24 გოლი გაუშვა და სამ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვაც შეძლო. შემდეგი შეხვედრა კი გიორგის ყვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ელის. ბევრი რამე კი სწორედ ამ შეხვედრაზეც იქნება დამოკიდებული. ყველა ფეხბურთელზე მეთხელფას გადაუხდიან. რა ხდება ლუის ენრიკეს თავს? ბარსელონა ბასტონის ტრანსფერს შკარობს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ალესანდრო ბასტონი ბარსაში თამაშს შეოცნებობს და უკვე იცის, რომ კატალონიური კლუბი მის მიმართ ინტერესი ჩენს. იტალიის ნაკრების წარუმატებლობის შემდეგ ის გარკვეულ წნეხში აღმოჩნდა და ეს ყოველდღიურად ინტერშიც აისახება. სწორედ ამიტომ მას შეერა, რომ თუ კლუბებს შორის პროცესი მალე დაიძრება, საკუთარი მომავლის გარკვევასაც უფრო სწრაფად შეძლებს. თავის მხრივ ბარსა ამ თემაზე საჯაროდ ბევრს არ ლაპარაკობს, რადგან ახლა მთლიანად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბრძოლაზეა გადართული. თუმცა კულისებში დეკუ უკვე მუშაობს მომავალი სეზონის გაძლიერებაზე და ამ გეგმაში ბასტონი მემარცხენე ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილება. საბოლოო სურათი კი ასეთია. ბასტონის ბარსაში გადასვლა სურს. ბარსა მას სერიოზულ ვარიანტად განიხილავს, ხოლო ტრანსფერის განხორციელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გადავა ის ინტერესი რეალურ მოლაპარაკებებში. ლუის ენრიკეს სტატუსი PSG-ში სულ უფრო იზრდება. როგორც ირკვევა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა, ენრიკეს მუშაობით ძალიან კმაყოფილია და მზად არის, რომ მას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, PSG-ს პრეზიდენტს ლუის ენრიკე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნია და სწორედ ამიტომ სურს, რომ მომავალშიც გუნდის პროექტის მთავარი ფიგურა იყოს. ამ თემაზე თავად ენრიკესაც კითხეს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მალე მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელზე მეტიც კი ჰქონდეს. ენრიკემ კი ამაზე საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად უპასუხა. ცხადია, მე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ვარ და ცხადია, რომ ეს შემთთვის ძალიან კარგია. ანუ აშკარაა, რომ ის ამ თემას საერთოდ არ გაურბის და საკუთარ მნიშვნელობას კლუბში კარგადაც ხედავს. რაც შეეხება ციფრებს, ამ ეტაპზე ფრანგული პრესის მიხედვით, ლუის ენრიკეს ანაზღაურება თვეში დაახლოებით 1 მილიონი ევროა. მაშინ როცა PSG-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უსმან დემბელეა, რომელიც თვეში 1,5 მილიონ ევროს იღებს. მაგრამ თუ ეს ახალი კონტრაქტი გაფორმდა, ენრიკეს წლიური ხელფასი შესაძლოა 20 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სტატუსი კლუბში კიდევ უფრო განმტკიცდება. ამავე სიაში საინტერესოა კვარაცხელიას პოზიციაც. კვარა ვიტინიასთან ერთად ხელფასების რეიტინგში მე-6 ადგილზეა და მისი ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 900,000 ევროა. ანუ საბოლოოდ რა სურათს ვიღებთ. PSG ენრიკეს სრულნდობას უცხადებს და მთლიანად ჩანს, რომ პარიზში დღეს ყველაფერი ენრიკეს გარშემო შენდება. ეს კი პირდაპირ ეხება კვარაცხელიასაც, რადგან უკვე აშკარაა, რომ ენრიკე მას თავის სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.